როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას. რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება? მიუგო იესო მათ პასუხად. მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. საიდან იყო იოანეს ნათლისმცემა? ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ. თუ ვიტყვით ზეციდანო, გვეტყვის, აბა რატომ არ ერწმუნეთო მას? თუ ვიტყვით კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე. მიუგეს იესოს პასუხად. არ ვიცით. მანაც უთხრა მათ. არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. აბა რა გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა, შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში. მან კი უპასუხა, არ მინდა, ბოლოს კი ინანა და წავიდა. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, მან კი პასუხად უთხრა, წავალ ბატონო, მაგრამ არ წავიდა. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამისნება? მიუგეს მას. პირველმა. უთხრა მათ იესომ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთისასუფეველში. ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნით მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი. მოისმინეთ სხვა იგავი. იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც გააშენა ვენახი. გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო. მევენახეებს ჩააბარა და წავიდა. მრთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მევენახეებს მისი ნაყოფის მისაღებად. მევენახეებმა შეიპყრეს მისი მონები. ერთნის სემეს, მეორენი დახოცეს და სხვა ჩაქოლეს. კიდევ გაუგზავნა სხვა მონები უწინდელზე მეტი, იმათაც ასევე მოექცნენ. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა, ჩემი ძისა მოერიდებათო. მაგრამ მევენახეებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს, ეს მემკვიდრეა, მოდით მოუკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი. შეიპყრეს იგი, გააგდეს ვენახის მიღმა და მოკლეს. აბა როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მევენახეებს? მიუგეს მას. ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადაცემს სხვა მევენახეებს, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მიცემენ. უთხრა მათ იესომ. ნუ თუ არა, სოდეს არ წაგიკითხავთ წერილებში. ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში. ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთისსასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს. ის, ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც დაეცემა, გასრეს. მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ რომ მათზე ამბობდა. ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.